რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა მონაწილეობისთვის, თუმცა ამას ღიად ვერ აცხადებენ. წვავე რეაქციების შიშით, როგორც ისინი ამბობენ, რაც შეეხება მმართველ პარტიას. ქართული ოცნება ოპონენტების ბოიკოტ წინასწარ გამარჯვება დაფასებს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას 9 უკვე მოგებული არჩევნების შემდეგ 64 მუნიციპალიტეტში მორიგი მეათე გამარჯვება ელის. დღეს ჩვენ პოლიტიკოსების მოსაზრებებს არ შემოგთავაზებთ ამ საკითხზე, ვეცდებით ანალიტიკოსების ერთმანეთისგან განსხვავებული ანალიზი შემოგთავაზოთ. პირველ სტუმრად ჩვენთან ერთადაა ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც ხშირად საუბრობს ოპოზიციის სტრატეგიულ შეცდომებსა და სისტემურ ჩავარდნებზე. მათ ვკითხავთ ბოიკოტი თუ მონაწილეობა და როგორ გამოიყურება ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პოზიციიდან. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, ვიდრე გადაცემის შეთანხმებულ და მთავარ თემაზე გადავალ და კითხავთ, მანამდე მინდა კომენტარი გთხოვოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოცი წერილის შინაარზე. მაყურებლისთვის განმარტავ აქვე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აქვე წერს, რომ ციტატა, ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია განამტკიცო საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების ამომავლოდ ველოდებით ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. ეს არის ნაწყვეტი ტრამპის წერილიდან, სადაც მისი გულითადი მილოცვაა ასევე ქართველი ხალხისადმი. რას ნიშნავს ბატონ ლევან თქვენთვის ტრამპის სახელით ასეთი გზავნილები? შეიძლება თუ არა ეს გახდეს თანამშრომლობის გადატვირთვის წინაპირობა იმ მოცემულობის ფონზე, რომელიც აქამდე არსებობდა ამ ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ტრამპმა ნამდვილად არ იცის ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი, მაგრამ მან და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლება იციან საქართველოს ეს პატარა ქვეყანა, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა უამრავი რესურსი ჩაადო, ბევრი ცუდი საქმეც გააკეთეს აქ, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს და ამ ქვეყნისთვის ესე მარტივად ხელის გაშვებას არავინ არ აპირებს. აპირებენ, რომ დიახ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები, არავის არ უთქვამს დასავლეთში, რომ საქართველოსთან არ უნდათ ურთიერთობა. უბრალოდ ამ ურთიერთობებს აქვს წინაპირობები და რაც ბატონ ტრამპს ამ წერილში უწერია იმ მიზნებს რომ მივახციოთ, ამისთვის საჭიროა რომ ამ ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატია არსებობდეს, ელემენტარული კონსენსუსი არსებობდეს ზოგადეროვნულ საკითხებზე და ქვეყანა არ იყოს ირანის, ჩინეთის და რუსეთის უახლოესი და საიმედო პარტნიორი. აი ეს წინაპირობები თუ დაკმაყოფილდება, ეს ტრამპის კეთილის სურვილები, რომლის გამოთქმაც ესე იგი პროტოკოლური ამბავია, შეიძლება რეალობადაც იქცეს. ასე რომ მაინც და მაინც დიდი სიხარულის საფუძველი არც ხელისუფლებას უნდა გქონდეს, მაგრამ არც ჩვენ უნდა ჩამოვიხოკოთ სახე და უნდა ვთქვათ, რომ ეს რა უბედურება მოხდა, ტრამპმა აღიარა ეს საშუალოზე დაბალი რანგის ყოფილი ფეხბურთელი ეროვნულ ლიდერად და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვეულებრივი პროტოკოლური მოვლენა უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება ამ ქვეყნის მიმართულებით შეერთებული შტატების მხრიდან და ეხლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა, როგორ მოიქცევიან ისინი, მაგრამ მე არ მაქვს იმედი, რომ აი ამ კეთილგანწყობილ წერილს შემხვედრი პასუხით შეეგებება ქართული ოცნება. შედეგებს ნახავთ ალბათ ახლო მომავალში. გადავიდეთ კიდევ ერთ მთავარ თემაზე, რომელიც დღეს არის წამყვანი პოლიტიკური თემა დღის წესრიგში პრინციპში არჩევნები თუ ბოიკოტი. კი ბატონო, არჩევნები თუ ბოიკოტი. ეს არის ალბათ ძალიან დასაფიქრებელი თემა ბატონ ლევან. პოლიტიკურ მოცემულობას თუ შევხედავთ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილე პარტიები დღეს არ არიან მდგომარეობაში, ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ მათ შორის, რადგან ისინი განიცდიან პოლიტიკურ წნეხს, როგორც მმართველი პარტიისგან, ისე ოპოზიციური ბანაკის შიგნით, ხო? გულისხმობ იმ პარტიებს, ვინც თანხმობა განაცხადა, ხო? მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ამიტომ მა დიდი დალი წელი შეკითხვა დასვით და ძალიან საინტერესო შეკითხვა. დავასრულებ ბარემ ბატონ ლევან დავასრულებ. ამიტომ მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მომავალში უფრო მეტად ალბათ კიდევ უფრო მეტად დასჭირდებათ ეს ძალისხმევა, რათა დაამტკიცონ, რომ პროცესში მონაწილეობა არა გარიგება, არამედ ბრძოლა არჩევნების გზით ცვლილებებისთვის. ხომ ეს ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ასეთი რამ. ამ ფონზე თქვენი ანალიზით თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა თუ პოლიტიკური შეცდომა შეიძლება იყოს ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. არჩევნები თუ ბოიკოტი? აი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი გამოკვეთილი პასუხი არ არსებობს. და არავის არ აქვს ამ კითხვაზე მზა პასუხი. ყველაფერი პოლიტიკაში დამოკიდებულია გარკვეულ გარემოებებზე და წინაპირობებზე. ეხლა ჩვენ უბრალოდ რომ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ხედავთ რა ვითარებაც აქვს ქვეყანაში, ავტორიტარული რეჟიმი კონსოლიდირებულია, კანონმდებლობა დრაკონულია, ყველა ძირითადი ინსტიტუტი, პოლიცია, უშიშროება, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ხელშია, ბიზნესის დიდი ნაწილი თემურ ჭყონიას გარდა მიმხრობილია მგონი ხელისუფლების მხარეს, ასე რომ თუ ესე უბრალოდ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს იქნება უბრალოდ საკუთარი თავის დაზიანება, კედელზე თავის დარტყმა და საშინელება, არაფერი არ გამა. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც. შეიძლება ოპოზიციურმა ძალებმა დასახონ გეგმა, შეთანხმებული გეგმა, რომლითაც წავდნენ ამ არჩევნებზე. ჩემი ღრმარწმენით ამ შეთანხმებულ გეგმას რამდენიმე პუნქტი უნდა გქონდეს. პირველი პუნქტი უნდა იყოს ის, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ რა ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობილმა ადამიანებმა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, მეგობრებს უნდა უთხრათ პირდაპირ, რომ ჩვენ არ გვაქვს შანსი ამ ეტაპზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოვიგოთ. მთელ ქვეყანაში, მაგრამ შეგვიძლია მოვიგოთ დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისში და წინასწარ უნდა დავსახოთ გეგმა, რომ ამ დიდი ქალაქებიდან რამდენიმეს მაინც მოვიგებთ და მეორე პუნქტს ვიტყვი და გავჩნდები. მეორე პუნქტი უნდა იყოს და მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ის უნდა იყოს, რომ არავის არ უნდა რომ თბილისის მერი იყოს მამუკა ხაზარაძე და ბათუმის მერი იყოს, რა ვიცი, ნიკა მელია პირობითად ან ნიკა გვარამია. აუცილებელია რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი ამბიციები უკან გადაწიონ, თქვან რომ ისინი შევლენ საკრებულოში, გახდებიან კომისიის თავმჯდომარეების საკრებულოს შემადგენლობაში და ასე შემდეგ, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ქალაქების დონეზეც არ აცხადებენ პრეტენზიას და ქალაქებში დაასახელებენ თქვათ უპარტიო ტექნოკრატიულ კანდიდატებს, ხო? ანუ ტექნიკური მთავრობების გადმოტანა ქალაქის დონეზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ თბილისი მაინც მოიგო ოპოზიციამ, ან ბათუმი და ქუთაისში კომბინაციაში მოიგო ოპოზიციამ, ეს ხელისუფლების ლეგიტიმაციას დარტყმას მიაყენებს ქუჩის პროტესტთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთან ერთად. ანუ თუ დარაზმულად ერთი გეგმით გადიხარ არჩევნებზე, შეიძლება ამ არჩევნებს რაღაც აზრი ჰქონდეს, მაგრამ თუ ესე ვთქვათ შეუთანხმებლად და ერთმანეთთან ქიშპით გავდივართ არჩევნებზე, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს ამ არჩევნებს. კი, ჯერჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს დაპირისპირებული, ერთმანეთს დაპირისპირებული ოპოზიცია და თქვენ ახსენეთ შესაბამის გარემო და ასეთ გარემო მგონი საარჩევნო საქართველოში უახლეს ისტორიაში პრინციპში რაც დამოუკიდებელია ჩვენი ქვეყანა. ბატონ ლევან, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში 25 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ, პოლიტიკას ვაშუქებ და მე არ მახსენდება სტაბილური საარჩევნო გარემო, სადაც ან კანონმდებლობა ისეთი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაცნაირად შესაბამისობაში დემოკრატიულ პრინციპებთან. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პოლიტიკა მოქალაქეთა ხელში უნდა დაბრუნდეს, ამ პროცესში რომელი ძალა აბრკოლებს ყველაზე მეტად ამომრჩევლის რეალურ ჩართულობას, ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია, პოლიტიკური ინერცია თუ თვითონ მართველი გუნდი. მესმის, რომ არ არის ეს სასიამოვნო კითხვა, არ ჩემთვის, მაგრამ აქვე მინდა
ოპოზიციამაც აიღოს რაღაც დონის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და მით უმეტეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. აი როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია? ოპოზიციას ხელისუფლებას რო პრობლემები აქვს და საშინელი მთავრობა რო ყავს, ეს ჩემთვის მაგალითად ცხადია. ჩვენ ყავს მთავრობა, რომელიც თუ არ გავაჩერეთ, მალე გადაიქცევა ის სრულყოფილ დიქტატურად. ეხლა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ეტაპზე არიან, ხვალზე გავხდებით ისეთივე დიქტატურა, როგორიც არის უზბეკისტანში და ტაჯიკისტანში და შუა აზიის ქვეყნებში. ასე რომ ხელისუფლებას რო უნდა დავამუხრუჭოთ, ეს ჩემთვის ცხადია. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყავს ოპოზიციური ძალები, ეს მრავალჯერ მithქვამს და მომბეზდა კიდეც ამის გამეორება, მაგრამ რა ვქნა, არ იცვლება სიტუაცია. ჩვენ ყავს ოპოზიციური ძალები, რომელთაც პოლიტიკა გონიათ ტელევიზორში გამოსვლა. და პოლიტიკა გონიათ აი Facebook-ზე ვიღაცა ტროლების და ბოტების არმია რო შეიკრება, აი ამ ტროლების და ბოტების არმიას დაემორჩილო, ხო, რომელსაც ხან ხელისუფლება აკონტროლებს, ხან უშიშროება აკონტროლებს, ხან ოპოზიცია აკონტროლებს და აი ამ განწყობებს უყურებენ იქ რომელიმე ჯგუფში ვიზე რას დაპოსტავენ. ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ალიანსების მშენებლობა და გასვლა იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩვენ არ გეთანხმება. ვინც ისედაც წინააღმდეგია ხელისუფლების, მათი მობილიზება ამ ეტაპზე არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ ქართული ოცნება დავასუსტოთ და გავიყვანოთ თამაშგარე მდგომარეობაში. ქართული ოცნების დასასუსტებლად საჭიროა იმ ადამიანებთან პირდაპირ საუბარი, რომლებიც ყოველ საღამოს უყურებენ პოსტივის ან ტელეკომპანია იმედს და ჯერათ, რასაც იქ ეუბნებიან. ოღონდ ესენი გულკეთილი ადამიანები არიან და ხელფასის გამო არ ფიქრობენ. ამას უბრალოდ სხერპლნი არიან რიგი გარემოებების გამო ამ ბინძური საშინელი კანალიზაციას მიმსგავსებული პროპაგანდის, ხო? აი ამ ხალხთან არის საუბარი საჭირო და ჩვენი ოპოზიციის გზა და სტრატეგია როგორია? ჩაკეტვა, საკუთარ წვენში მოხარშვა, ესე იგი ვინმე თუ ხმას ამოიღებს და სააკაშვილს გააკრიტიკებს, იმას ეძახიან ქართულ ოცნებასთან შეკრულს, ნიშნის მოგებით ელაპარაკებიან იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მხარდაჭერი, თქვათ, მარტო ლიბერალური იდეოლოგიის და რაღაც სხვა იდეოლოგია აქვს, ჭიათურელები რო გაიფიცნენ, პირველი საკითხი რაც დასვეს აი ამ ოპოზიციის მხარდაჭერა აქტივისტებმა იყო ესეთი, რომ მაგენიო ჩვენ მიტინგებს არ უჭერენ მხარს და თბილისში არ ჩამოდიანო და გაფიცვას აქ არაწყობენო. ამიტომაც ხომ არ ყავს არჩევნების წინ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დიდი რაოდენობით ბატონ ლევან, რომ რატომღაც ვერ ახერხებდა. აი დავასრულებ რა თუ შეიძლება. საჭიროა აი ამ ალიანსების მშენებლობა. თქვათ სოციალური საკითხებით ქუჩაში გამოსულ ადამიანებს შორის, პოლიტიკური საკითხებით ქუჩაში გამოსულ ადამიანებს შორის, საჭიროა იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ ერთ დროს ქართული ოცნების მხარდაჭერები, მაგრამ ეხლა ხედავენ, რომ უსყულისკენ მიდის ქვეყანა, ამ ხალხთან საუბარი და ამას ჩვენი ოპოზიცია არ აკეთებს და რაღაცა ხანდახან ნარცისიზმში და ამას აკეთებს თუ არა გახარიას პარტია ბატონ ლევან. აი ოცნებიდან წასული მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს თუ არა გახარიას პარტია. სხვათა შორის გახარია არ მალავს, რომ ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღესეც დაადასტურა ეს ჟურნალისტები, როცა მას ეკითხებოდნენ ამასთან დაკავშირებით და კაფიოდ ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური პარტია ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდესო იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს, მათ შორის პოლიტიკური წყობილების შეცვლას მიაღწიოს. რამდენად სწორია მისი სტრატეგია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ახლებისა, ხო, ჩვენ გამოკვეთილი პოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით სხვებისგან არ ხსმენია, ხო? გახარია არის ერთ მხარეს, გირჩთან ერთად და მეორე მხარეს ეს ორი პარტია. დანარჩენები ჯერ კიდევ დუმილს ინარჩუნებენ და არის თუ არა ეს სტრატეგიის ნაწილი, ეს დუმილი პირველ რიგში და მეორე ნაწილი, ვინც უკვე თავისი პოზიცია ღია დააფიქსირა, მათთან მიმართებით რა ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ. მე არ ვიცი ეს სტრატეგიის ნაწილია თუ არა, მაგრამ არასერიოზული რომ არის ზუსტად ვიცი. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი უბედურება არის ის, რომ ადამიანი თუ რაღაც ელემენტარულ სიტყვის ეს უდიდეს სიბრძნეთ
და უდიდეს შორს უჭრეტელობად ფასდება. რაც უნდა გახარიას თქმა იმას, რომ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომ მუდმივად ემზადებოდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის არჩევნებზე. როდის მოხდა დემოკრატიულ სისტემებში ვადამდელი არჩევნები ძალიან ხშირად ტარდება, ყოველ წელს რაღაც კენჭისყრა არის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ხან კომუნალურ დონეზე, ხან ფედერალურ დონეზე და პარტიამ მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. რაც უნდა ამას ლაპარაკი. და ალბათონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ თქვა თუ რა არის საჭირო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. საჭიროა რომ ყავდეს კარგად აღჭურვილი დამკვირვებლები, ყავდეს მაღალი რანგის კომისიის წევრები და პროფესიონალი, მებრძოლი, ესე იგი ბრძოლაზე წამსვლელი, რომ ჩაერთვება საქმეში ისეთი კომისიის წევრები, თქვა რომ აუცილებელია ოპოზიციას ჰქონდეს ხედვა, რა საკანონმდებლო ცვლილებებით შეიძლება გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო და აუცილებელია ჰქონდეს შენი სტრუქტურა რეგიონებში, სხვადასხვა უბნებში, დიდი ქალაქების, მაგალითად ბათუმის ან თბილისის, ეს ყველა პარტიას ისედაც ჭირდება და ასედაც ჭირდება და ამას უნდა გრძნობდნენ და ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციონერი შეინარჩუნა სალომე ზურაბიშვილმა, ბატონ ლევან, შეინარჩუნა სალომე ზურაბიშვილმა ეს ოპოზიციურ ფლანგზე ერთგვარი შემკრები, აზრების შემკრების, სწორი სტრატეგიების შემუშავებისთვის გარკვეული ფორმატის შემთავაზებლის როლი, იმიტომ რომ რაც დრო გადის, უფრო მეტად გვესმის ოპოზიციის რიგი პარტიებისგან სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკა, ხო, ნაციონალური მოძრაობა მაგალითად რიგი პარტიებისგან არა, ერთი და იგივე პარტიებისგან. ბოლომდე წლებია ეზიზღება ნაციონალურ მოძრაობას სალომე ზურაბიშვილი და ცდილობს რომ მოუწყოს საბოტაჟი მის ყველა ინიციატივას. სალომე ზურაბიშვილი ხა მე ძალიან მომწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ მოგწონს თუ არ მოგწონს, სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი ფიგურა ოპოზიციურ ფლანგზე, რომელსაც შეუძლია გასწიოს საკოორდინაციო მუშაობა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. და ამ რეალობას უნდა შევეგუოთ და ამ რეალობას და ამ ფაქტს არ უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა თუ ასე ვთქვათ წინ ვაყენებთ საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს და არა პირად ინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რიგი ოპოზიციური პარტიები ახლა მზად არიან რომ მილიონი ადამიანი რო არის ქუჩაში შეკრებული და იქიდან 1%-ს მოსწონს სააკაშვილი, ამ დიდ დემონსტრაციას სათავეში ჩაუდგნენ სააკაშვილის სურათით. რაც გამოიწვევს მთელი დემონსტრაციის ნერვების მოშლას, მაგრამ აი ესეთ პროვოკაციებზე წამსვლელი არიან, იმიტომ რომ ეს ცნობილი გამოთქმა ნაცისტებს ჰქონდათ ესეთი გამოთქმა, რომ ჩემი სინდისის სახელია ადოლფ ჰიტლერი. ამ ხალხის სინდისის და ნამუსის სახელია სააკაშვილი და ამიტომ სხვას არ აცდიან. ასე რომ ჯობს ეს ამბიციები უკან გადავდოთ და თუ ახერხებთ რაღაც საერთო სტრატეგიაზე შემუშავებას, შევუტიოთ ქართულ ოცნებას ნეიტრალური ტექნოკრატიული კანდიდატებით ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. თუ ვერ ვახერხებთ შეთანხმებას, მაშინ რაღაც სხვა გეგმაა შესათავაზებელი, თორემ არჩევნებში მონაწილეობაზე არც მე არ გიждები და არც ფაქტია რომ ამომრჩეველს უფრო დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდება. მადლობა ბატონ ლევან. ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის ხელმძღვანელი.